მშვიდობისა BMG-ის პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის დროა. მე ჟურნალისტი ლიკა მეკუთვნიშვილი ვარ და მომდევნო არასრული 1 საათის განმავლობაში საინტერესო სტუმრებთან ერთად საქმიან ამბებს გაგიზიარებთ. რა თემებს დავფარავთ ჩვენს დღევანდელ ეთერში და ვინ იქნებიან გადაცემის სტუმრები? ნახოთ მოკლე ანონსი ამის შესახებ და პირდაპირ ეთერში უკვე სტუმართან ერთად გიბრუნდებით სულ რამდენიმე წამში. საქმიან კვირას და სამშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ის გამორჩეულ ტელეპროექტში 23 სექტემბერს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ ეკა პერეკრესტს და ქეთი კვიჭიძეს. ქართული წარმოების პროდუქცია სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. ადგილობრივ ბაზარზე ჩნდებიან ბრენდები, რომლებიც განსხვავებული კატეგორიის პროდუქციას გვთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული დანიშნულებისა და შესაბამისად დიდი მოთხოვნის პარალელურად ფექსაცმლის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმართულებაა, რადგან დახვეწილ ვიზუალთან ერთად ის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტის ხარისხით უნდა გამოირჩეოდეს. ქალების ნარატივში გაგაცნობთ კიდევ ერთ ქართული ფექსაცმლის განსხვავებულ ბრენდს პერეკრესტს, რომლის შემქმნელი ეკა პერეკრესტი თავად მოგვიყვება ბრენდის განვითარების ისტორიას. Andorra Taste 2025 ფესტივალმა 17-21 სექტემბერს კვლავ გააერთიანა მსოფლიოს მნიშვნელოვანი შეფების, კულინარიული ინოვაციებისა და მთის სამზარეულოს ტრადიციები. საქართველო ტექნიკურად და კულტურულად გამორჩეულად პოზიციონირდება მაღალმთიანი სამზარეულოს ერთ-ერთ რეგიონად. ქართული მწვადი, ხინკალი, ყველი და მთის მცენარეებით მომზადებული კერძები ფართოდ აღიქმებიან როგორც მსოფლიოს კულინარული და გემოს მრავალფეროვნების ძეგლებად. რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს მონაწილეობა ფესტივალ Andorra Taste-ში და რა უკავშირს ელოდება ჩვენი ქვეყანა? დეტალებზე ქალების ნარატივში გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე ისაუბრებს. სიახლეებით ქალი მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ის პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. ქართულ ბაზარზე წარმოების დინამიკა წლიდან წლამდე ძლიერდება. ადგილობრივი ბრენდები არა მხოლოდ ზრდიან პროდუქციის მრავალფეროვნებას, არამედ კონკურენტუნარიანობასაც უზრუნველყოფენ. ამ პროცესში განსაკუთრებული გამოწვევა არის ფექსაცმლის წარმოება, რადგან ეს სეგმენტი ერთდროულად მოითხოვს ინოვაციურ დიზაინს, პრაქტიკულობას და ასევე უმაღლეს ხარისხს. ცხადია, სწორედ ამ რთულ, მაგრამ პერსპექტიულ ნიშაში პოზიციონირდება პერეკრესტი, ქართული ფეხსაცმლის ბრენდი, რომელიც ცდილობს ბაზარზე შექმნას განსხვავებული სტანდარტი. ეკა პერეკრესტ ბრენდი პერეკრესტის დამფუძნებელი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში და ბრენდის განვითარების ისტორიასა და სტრატეგიულ ხედვას ახლა თავად გაგვიზიარებს. ეკა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის. პირველად ხართ და პირველად ხდება ბრენდის პრეზენტაცია ჩვენს ეთერში და მინდა რომ დავიწყოთ ცოტა უფრო შორეული წარსული და როდესაც გაჩნდა მისი შექმნის იდეა, რა უძღოდა წინ, თუ გქონდათ დიზაინში რაიმე გამოცდილება, ან პროფესიით თუ ხართ ამ სფეროსთან გადაჯაჭული, თუ საიდან მოვიდა, რომ ფეხსაცმელი თავად უნდა შეგექმნათ თქვენთვის და არა მხოლოდ თქვენთვის, ხო? ფართო საზოგადოებისთვის. და ძალიან დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. პროფესიით დიზაინის საერთოდ არ ვარ. ალბათ ესე ვთქვათ, რომ შესრულდა ჩემი ბავშვობის ოცნება, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ბავშვობაში სულ მაინტერესებდა კერვა, რაღაცები, ბებია კერავდა ძალიან კარგად, ძალიან ლამაზად გვაცმევდა, ესე ვთქვათ, ლამაზად კარგავდა და ნუ აი სულ ამაში ვიყავი ხოლმე და სულ მქონდა სურვილი, რომ მქონოდა ჩემი სალონი, ესე ვთქვათ, ატელიე, სადაც შევქმნიდი რაღაცეებს. და ну ესე მოხდა რომ აი დღესდღეობით ესე ვთქვათ რაღაც მომენტში მინდოდა რომ ჯერ ტანსაცმელი მეწარმოა, მაგრამ ну გადავხედე და საქართველოში იმდენი ნიჭიერი დიზაინერია რომ მაგათთან კონკურენცია ну ძალიან რთული იქნებოდა და გამიჭირდებოდა და ესე რომ გადავხედე ბაზარს, ანუ ფეხსაცმლის პრობლემა ყოველთვის იდგა და დგას. ანუ კომფორტული, ლამაზი, ყველას რომ მოწონდეს და ყველას რომ რაღაცა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ფეხსაცმელი გამეკეთებინა და პრინციპში ანუ პირველი, ესე ვთქვათ, სურვილი მქონდა რომ ჩემთვის გამეკეთებინა
ჩემთვის სასურველი ვერ იპოვეთ ალბათ ბაზარში. ხო, სხვათა შორის ხო, ანუ რო დავიარე ეს საკმაოდ, ანუ რაც მომწონდა, საკმაოდ ძვირი ღირდა და ნუ ხელმისაწვდომი არ იყო და მე ვიფიქრე რომ შევკერავ, თქო, შევაკერინებ, თქო, მივედი ერთხელ ოსანთან უარი მითხრა, მეორესთან მივედი და ნუ დავიწყეთ რაღაც გაკეთება იქეთ-აქეთ და რაღაც ცოტა გამაწვავა ის რო თქვა, ანუ ერთი თვე გავიდა, ორი თვე და ბოლოს მითხრა რომ ვერაო და ეს რაღაცნაირად უკვე ისე ვიყავი რომ ალბათ ეს დაახლოებით რა პერიოდს ითვლის უკვე რაც უშუალოდ თქვენი ბრენდი ჩაეშვა ქართულ ბაზარზე? ალბათ 7 თვე იქნება. 6-7 თვე. როგორ შეაჯამებდით? ხო, 2025 წელს დაბადებული ბრენდი გამოდის და როგორი იყო ასე ვთქვათ სტარტი თქვენთვის და როგორ შეხვდა ბაზარი ასე ვთქვათ ქართულ ბრენდს, რამდენად არის იგივე ქართველი მომხმარებლის მხრიდან დობა? რომ მაინც რაღაცა წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ ცოტა სკეპტიციზმი იყო ქართულ რაღაცა ნაწარმზე, რომ რამდენად ხარისხიანია და ეს თუ გადაილახა უკვე დილემ. იცით რა, არა, მაინც არსებობს ეს სკეპტი, მაინც ისე რთულად უდგებია, მაგრამ რა თქმა უნდა, უფრო ანუ ჩვენ უნდა ესე ვთქვათ, ანუ დაუმტკიცოთ და ვაჩვენოთ მომხმარებელს, რომ ნამდვილად კარგი ხარისხი არის და ნამდვილად ანუ ესეთ ტრენდულია და პირველ რიგში იმითი არის, რომ ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ფიდბექი. ანუ რა მოდის მომხმარებლიდან და სულ გაინტერესებს და სულ ვეკითხებით. ანუ აი რა ანუ შენიშვნებსაც ვიღებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ის გამოვასწოროთ სამომავლოდ. რა სეგმენტზე ხართ ორიენტირებული და თავად ასე ვთქვათ დიფერენციაცია რომ მოვახდინოთ ეს ასე ვთქვათ არის რაღაცა კონკრეტულ ხაზებად დაყოფილი თუ არის რაღაცა ერთიანი წარმოება ერთ საფასო სეგმენტში? ანუ მას-მარკეტი ნამდვილად არ არის. უფრო ლუქსისკენ მივიტვით. ესე ვთქვათ და გვინდა უფრო გავაუმჯობესოთ ხარისხი და რა ვიცი ახლა ეს მხოლოდ ქალის ფეხსაცმელზე საუბრობთ ახლა? იცით რა, ანუ რაღაცა მოდელები მაქვს კაცისაც. რაღაცა მოდელები მაქვს, ანუ ქალსაც რომ მოუხდება უნისექსი რა. აი სინჯავ ჯერჯერობით, აი ესე ვარ ესე ვთქვათ ექსპერიმენტის პროცესში. ეკა, რა არის ის ნიშა, ხელწერა, რითაც შემოხვედით, როგორც ბრენდი შემოვიდა ბაზარზე, რა, არ ვიცი, ეს არის დიზაინში, ეს არის ხარისხში, ეს არის რაღაცა ის შტრიხები, რომელიც თუნდაც უცხო, აი, რა არის ის სიახლე, რაც შემოიტანა ბრენდმა? ნუ მე ვიტყოდი ალბათ ხარისხში, აუცილებლად, პირველ რიგში კომფორტში, ანუ უნდა იყოს კომფორტული. ელეგანტურობა და ნუ რა თქმა უნდა ტრენდული უნდა იყოს ეს. ეს ხდება სრულად თბილისში წარმოება, საიდან არის ნედლეული და აი აქაც რამდენად არის ბარიერები, როდესაც საქმე იმპორტს ეხება თუ მათ შორის ადგილობრივ ბაზარზეც გაქვთ შესაძლებლობა რომ მოიძიოთ ის საჭირო? ანუ მასალა შემოგვდის ზოგი იტალიიდან, ზოგი თურქეთიდან. თვითონ ამ კალოტკას ვაწარმოებ ზოგს აქ მქონდა ბედნიერება და ესეთი წამყვანი ბრენდების რამოდენიმე კალოტკა მქონდა და იმას უკვე ვამუშავებთ, ესე ვთქვათ, ვაკეთებთ ახლებს. როგორ მიმდინარეობს, ისე იგი ხატავთ ჯერ ფეხსაცმელს თვითონ, მერე ვქმნით უკვე მისთვის კალოტკას, ესე ვთქვათ და ნუ უკვე მერე მიდის მაგის შექმნა. პირველი აუცილებლად პირველი მოდელი არის რა თქმა უნდა, ნუ ესე მოსასინჯი, ესე ვთქვათ. რამდენად დიდი საწყისი კაპიტალი იყო საჭირო, რომ ეს ბიზნესი დაგეწყოთ და აი ამ სეგმენტში შემოსულიყავით? კაპიტალი არა, იცით როგორ გეტყვით, ანუ კაპიტალი რომ ანუ რაოდენობაზე რომ იფიქრო, საკმაოდ დიდი უნდა. მაგრამ ჩვენ ეხა როგორ მუშავთ, ჩვენ
ხო, იქ საწარმოს შექმნა, დასაქმებულები. საწარმო ჩემი არ არის, საწარმო არის, ანუ ეს აუთსორსინგზე ვარ მე. ხელშეკრულებით ვმუშაობთ. ეგ ძალიან პრაქტიკულია საკმაოდ და ამ ცოტა ძვირი გამოდის, მაგრამ ესე დღესდღეობით ესე მირჩევნია. რაოდენობას დღეს ანუ რამოდენიმე მოდელს ვქმნით და მე იმის მიხედვით უკვე ვაკეთებთ რეკლამას და მომხმარებელს რაც უფრო მოწონს, იმის მიხედვით უკვე ვაკეთებთ შეკვეთებს. ინდივიდუალურ, ასე ვთქვათ, მომხმარებელზე ხართ და ინდივიდუალურ შეკვეთებს იღებთ. ეს არ არის სერიული სახე, არ მისცემია. იცით როგორ არის, ანუ ინდივიდუალურად ხა მოვიდეს, ვთქვათ, მომხმარებელი და მე ეს ფეხსაცმელი მინდა, ეგრე არ არის. ანუ ჩვენ თვითონ ვანახებთ რა გვაქვს, რა მოდელებიც გვაქვს და იმის მიხედვით უკვე ვის როგორ რა მოწონს, უკვე ვიღებთ შეკვეთებს. რა საფასო კატეგორიაშია დაახლოებით დიაპაზონი, როგორი არის თქვენი ბრენდი, სადაც არის? 500-დან 800 ლარამდე. და ვინ არიან ძირითადად? აი ამ ორმა კვარტალმა რა აჩვენა თქვენი მყიდველები? ეს არის ქართველები თუ მათ შორის უცხოელებიც ინტერესდებიან? ანუ ქართველები და უცხოელებიც ესე ინდივიდუალურად არიან, ევროპიდან არიან და რა ვიცი. ეს როგორ გაგნებენ, საიდან იგებენ თქვენზე მარკეტინგულ კამპანიას თუ ჩაუშვით უკვე აქტიურად? აი მე სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ რეკლამაც არ გამიშვი. იმდენად სტარტაპი ვართ ესე ვთქვათ. ინსტაგრამი გვაქვს, ეხა ვაკეთებთ საიტს და ანუ ინსტაგრამით რა. ეს თვითდინებით, ასე ვთქვათ, რჩევით ალბათ. ძალიან ცოტა ფოლოვერი მყავს, მაგრამ აი ყველა ესეთი ძალიან აქტიური სხვათა შორის და ძალიან მიხარია. კი ბატონო, ეკა, რამდენი ადამიანი ყავთ დასაქმებული და ზოგადად ვინ წარმოადგენს თქვენს გუნდს? საწარმოც რო ჩავთვალოთ? კი, რა თქმა უნდა. ანუ ესე ვართ ორნი. ვინც უშუალოდ დიზაინზე მუშაობთ და შემდეგ ამ ყველაფრის იდეის ხორჩესხმაზე. მათ მე ვარ. გენერატორიც და შემდეგ უკვე გამახორციელება. მე ვარ, მყავს ერთი გოგო დამხმარი და საწარმოში რა თქმა უნდა იქ დიდი კოლექტივია საკმაოდ. და ახლა აუცილებლად უნდა მოვიკითხოთ, სხვანაირად ვერ დავასრულებ თქვენთან საუბარს. გეგმები გექნებათ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი, მასშტაბურიც, ამბიციურიც თუ გაქვთ ესეც საინტერესოა და ზოგადად საინტკენ აქვს ახლა ბრენდს გეზი აღებული, როგორ უნდა განვითარდეთ? პირველ რიგში რა თქმა უნდა, აქ უნდა კარგად დავმკვიდრდეთ. გვინდა ძალიან მინდა რომ მქონდეს ჩემი პატარა ბუტიკი, ესე ვთქვათ. ეხლა ონლაინ რეალიზდება ხო? და კიდე შოურუმში გვიდევს, კომოუჩი. იქ თუ ვინმეს აქვს სურვილი ვთქვათ, რომ მოისინჯოს, ვთქვათ, ანუ ონლაინ არ შეისყიდოს, შეუძლია იქ მივიდეს და იქ გაისინჯოს. კომოუდი აბაშიძეზე გულისხმობთ. დიახ, კი. და გვინდა ესე ბუტიკი გავაკეთოთ ჩვენი სამომავლოდ და რა თქმა უნდა, რაღაცა მოლაპარაკებ მიდის, შეიძლება საზღვარგარეთაც გავიტანო. ანუ არის გლობალური ექსპანსიის ამბიციაც უკვე ჩანასახში ბრენდის. რა თქმა უნდა, მაგის გარეშე არანაირად. ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ ლოკალურ თუ გლობალურ ბაზარზე და შემდეგ აუცილებლად, როდესაც გაფართოვდებით და განვითარდებით, ჩვენც მივადევნებთ თვალყურს. ძალიან დიდი მადლობა. წარმატება, ეკა პერეკრეს, ბრენდი პერეკრესტის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი, სანამ რეკლამაზე გავალთ, თემატურად ძალიან საინტერესო ვიდეო ისტორია უნდა შემოგთავაზოთ და ერთად გავიგოთ სიუჟეტიდან თუ რა წერია ლეგენდარული დიზაინერის არმანის ანდერჩი, რომელიც ძალიან საინტერესოა სხვათა შორის, ვინ შეიძლება გახდეს პოტენციურად არმანის მფლობელი, აი ამაზეც არის ამ სიუჟეტში ორი სიტყვა ნათქვამი და უყურეთ ჩვენ კი რეკლამის შემდეგ უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით.
მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ჯორჯო არმანის გარდაცვალების შემდეგ საერთაშორისო მედიაში მილიარდერის ანდერძი გავრცელდა. იტალიის უმდიდრესი ადამიანის ქონება $12 მილიარდ აჭარბებდა. გლობალური იმპერია, რომელიც მოდის ფარგლებსაც სდებოდა, 5-დან 12 მილიარდ ევრომდეა შეფასებული. ლეგენდარული დიზაინერის ანდერძში კონკრეტული ინსტრუქციაა გაწერილი. დოკუმენტის თანახმად, არმანის გარდაცვალებიდან 18 თვის განმავლობაში ბრენდის 15%-იანი წილი უნდა გაიყიდოს. შემდეგ ეტაპზე, ანუ გარდაცვალებიდან 3-დან 5 წლამდე პერიოდში, დამატებით 30%-დან 54.9%-მდე წილი იმავე მყიდველზე უნდა გასხვისდეს. იმ შემთხვევაში, თუ ანდერძი აღნიშნული ინსტრუქციის გათვალისწინებით ვერ შესრულდება, ალტერნატიული ვარიანტი მოდის სახლის საფონდო ბირჟაზე განთავსება. არმანის ანდერძის თანახმად, პრიორიტეტი ფუფუნების კონგლომერატ LVMH-ის სილამაზის ინდუსტრიის გიგანტ ლორეალსა და სათვალეების ლიდერ მწარმოებელ ესილორ ლუქსოტიკას ენიჭებათ. ან სხვა თანაბარი სტატუსის მქონე ბიზნეს ჯგუფს, რომელიც განისაზღვრება დიზაინერის მიერ დაფუძნებული ფონდის მიერ, არმანის პარტნიორ ლეო დელორკოს თანახმობით. ჯორჯო არმანის დასახელებულ სამივე კომპანიაში აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს. კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოტენციური შეთანხმებისთვის მზად არიან. მიუხედავად იმისა, რომ სამივე კომპანიას არმანისთან უკვე აქვს კომერციული კავშირი, ეს კი მათ თანაბარ პირობებში უნდა აყენებდეთ. ინვესტორები მაინც ვარაუდობენ, რომ 240 მილიარდ ევროიანი საბაზრო კაპიტალიზაციით და მომთმენი და უმცირესობის მხარდამჭერი ინვესტორის რეპუტაციით. ამ სამიდან LVMH ლიდერობს და სწორედ ის გახდება ლეგენდარული მოდის სახლის ახალი მფლობელი. ჯორჯო არმანი სიცოცხლის განმავლობაში ბრენდის ერთადერთი მსხვილი აქციონერი იყო. ის სრულად აკონტროლებდა არმანის როგორც კრეატიულ, ისე მენეჯერულ ნაწილს. შესაბამისად, აქციების გაყიდვის და საფრანგეთში დალისტული კომპანიების პოტენციურ მყიდველებად ღიად მოხსენიება მოულოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ სიცოცხლის განმავლობაში ჯორჯო არმანი მუდმივად უარს აცხადებდა კომპანიის საფონდო ბირჟაზე განთავსებაზე ან ბრენდზე კონტროლის შერბილებაზე. ექსპერტების შეფასებით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც არმანის ბრენდმა მიმზიდველობა შეინარჩუნა, მიუხედავად გლობალურად ფუფუნების სექტორის ზრდის ტემპის შენელებისა. საინტერესოა ისიც, რომ დიზაინერი ქორწინებაში არ ყოფილა და არც მემკვიდრე ყავს. ამის გამო კი მან ქონება პარტნიორს და მარჯვენა ხელს, ლეო დელ ორკოს და რამდენიმე ნათესავს გაუყო. არმანიმ თავისი აქციების 40% პარტნიორს დაუტოვა, 30% თავისივე ფონდს, რომელიც 2016 წელს შექმნა, ხოლო 15% ძმისშვილებსა და დიშვილს გადასცა, რომლებიც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებას ხელმძღვანელობდნენ. დანარჩენმა ნათესავებმა აქციები ხმის უფლების გარეშე მიიღეს. გარდა ამისა, დიზაინერის სახლები და ვილები მილანში, სენ-ტროპეში, ნიუ-იორკსა და პანტელერიაზე დას, როზანას და ძმისშვილებს დარჩათ, თუმცა მხოლოდ როგორც მშრალი საკუთრება. მათ შეუძლიათ გაყიდონ ან მემკვიდრეობით გადასცენ ეს ქონება, თუმცა მათი გამოყენების მართვისა და შემოსავლის მიღების უფლება ლეო დელორკოს ექნება. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. მსოფლიო გასტრონომიის კალენდარში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ანდორათეისტი ფესტივალი, რომელმაც წელს 17-დან 21 სექტემბრის ჩათვლით კიდევ ერთხელ გააერთიანა მსოფლიო დონის შეფები, კულინარიული ინოვაციები, ასევე მთის სამზარეულოს ტრადიციები. საქართველოს მონაწილეობა კი ამ პლატფორმაზე მხოლოდ ეროვნული კერძების იქნება ეს მწვადის, ხინკლის თუ სხვადასხვა მთის მცენარეებით შექმნილი უნიკალური რეცეპტების წარდგენა არ არის. ეს არის როგორც სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ საკუთარი თავი აჩვენოს როგორც ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი მაღალმთიანი კულინარიული კულტურის საგანძურიდან. რატომ არის ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და რა უკავშირი მივიღეთ ფესტივალიდან ქალების ნარატივში ამ ყველაფერს ახლა გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელთან ქეთი კუჭიძესთან ერთად მიმოვიხილავთ, რომელიც გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ქეთი, მოგესალმები. ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ თქვენი სტუმრობა. თან ასეთი ამბით, არც მეტი, არც ნაკლები ანდორადან უნდა გაგვიზიაროთ ახლა ამბები. ქეთი, სანამ გავშლიდეთ თემას და ვისაუბრებდით იმ ბენეფიტებზე, ან პოტენციურ ბენეფიტებზე, რომელსაც მივიღებთ ამ ფესტივალიდან, მინდა რომ ზოგადად ფესტივალის შესახებ მოვუყვეთ და გავაცნოთ ის ჩვენს მაყურებელს, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ფესტივალი და მასში მონაწილეობა თითოეული ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. მოგესალმებით, მეც ძალიან მიხარია თქვენთან, როგორც ყოველთვის. თავად ფესტივალი მთის კულინარიის პოპულარიზაციისთვის არის შექმნილი. ანდორა, როგორც მოგეხსენებათ, მთის კურორტია და
აღსანიშნია, რომ ეს გახლავთ ჯუჯა სახელმწიფო და 10 მილიონ ტურისტს იღებს წლის განმავლობაში, რაც ძალიან ბევრი არის და ფაქტობრივად მისი ეკონომიკა მთლიანად ტურიზმის და შოპინგზე დგას, რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გადასახადები არის დაბალი და ამიტომ შოპინგი ძალიან ხელმისაწვდომია შედარებით ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. და ანდორის სახელმწიფომ, ასე ვთქვათ, მთავრობამ გადაწყვიტა უკვე მეოთხე წელია, რაც ატარებს ანდორა თეის მთის კულინარიის პოპულარიზაციის კუთხით უნდა რომ წარსდგეს, რადგან ეს რატო არის ახლა მნიშვნელოვანი, რომ გასტრონომია ზოგადად გახდა ესეთი ნიშური სფერო, რომლითაც პოზიციონირება დაიწყეს სხვადასხვა სახელმწიფოებმა. და ჩვენში ისინი ხედავენ ძალიან დიდ პოტენციალს, ჩვენ მიგვიწვიეს ამ Madrid Fusion-ზე რომ ვიყავით წელს, იქ შეამჩნიეს დადუნა ღლონტი, რომელიც არის ჩვენი ასოციაციის დამფუძნებელი ასევე და პარტნიორი ჩემი და გუდაურში აქვს რესტორანი, ეს რომ გაიგეს მათ მთის კულინარიასთან ახლოს იყო, მიგვიწვიეს აბსოლუტურად ყველაფერი დაგვიფინანსა ანდორას ტურიზმმა, ჩვენ წევა იქ წარსდგენა, რადგან მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ჩართულობა. ხო, რომ გადაუხვიე ხა და თავად ფესტივალი არის თქვა ბუტიკური სტილის ფესტივალი არის, იქ მონაწილეობას იღებდნენ ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, რო აუხსნა დამაყურებელს, გვერდზე რო გედგას, მსახიობი რო იყო და დენირო, ალ პაჩინო, ასეთი დონის შეფებთან ერთად მოგვიწია სამზარეულოში ყოფნა, მოგვიწია წარსდგენა, ანუ ამის იქით გასტრონომიაში რო აღარ არსებობს რევოლუციონერი შეფებთან ერთად ვიდექით ფაქტობრივად და ეს იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მათ საქართველოს შესახებ არ იცოდნენ, არათუ ქართულ გასტრონომიაზე, საერთოდ საქართველოს ქვეყანა სად მდებარეობდა, ეს არ იცოდნენ. ამიტომ ჩვენ სხვათაშორის მაგალითად ვიფიქრეთ დადუნასთან ერთად და როდესაც გავაკეთეთ პრეზენტაცია, პირველი რაც ჩავსვით პირველ რიგში, რომ საქართველოს რუკაზე გვეჩვენებია თუ სად მდებარეობდა ესეთი პატარა ქვეყანა და მერე მიგვეწედებია უკვე კულინარიის შესახებ, პროდუქტების შესახებ თემა და ასევე გაგვესინჯებია ვახშამი მოამზადა დადუნა და ირაკლი თოდაძე იდგნენ, ირაკლი თოდაძე ძალიან კარგი შეფი გახლავთ, რესტორნის აღმასრულებელი შეფი არის და ყოველთვის ჩვენ გვერდზე დგას ხოლმე, იმიტომ რომ მან 25 წელია უკვე ამ სფეროშია და ტექნიკები იცის და კეთი, გესმით ჩვენი ხმა? კეთის აუცილებლად დავუბრუნდებით ძალიან მალე. როგორც უკვე აღნიშნეთ, საქართველოს იღებდა მონაწილეობას ანდორა 2025-ის ფესტივალზე. ეს არის, როგორც ცნობილი არის, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალი გასტროტურიზმის და ზოგადად გასტრონომიულ სივრცეში, რომელიც მასპინძლობს სხვათა შორის ძალიან ბევრ ქვეყანას, აქ არიან სხვადასხვა კონტინენტიდან წარმოდგენილები, სხვადასხვა ქვეყნის შეფები, ასევე არიან აგროტურიზმის და ასევე გასტროტურიზმის, სოფლის ტურიზმის წარმომადგენლებიც იკრიბებიან და მოკლედ ცვლიან, ასე ვთქვათ, იმ ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ინერგება ასე ვთქვათ, სოფლის ტურიზმის და ზოგადად გასტროტურიზმის გლობალურ ბაზარზე და ასევე ერთმანეთს უზიარებენ, როგორ შეიძლება, რომ საკუთარი გასტრონომიული სიმდიდრიდან რაც შეიძლება მეტი ბენეფიტი მიიღონ ქვეყნებმა და ცხადია, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, მათ შორის საქართველოსთვისაც, რომელიც წლიდან წლამდე, ასე ვთქვათ, ცდილობს, რომ იპოვოს თავისი ნიშა გასტრონომიის გლობალურ რუკაზე. კეთი, როგორც ვიცი, უკვე ჩვენთან ერთად არის. კეთი, თუ გესმით ახლა ჩვენი ხმა? ძალიან საინტერესო ამბავს მივადექით, როგორ იყო წარმოდგენილი საქართველოს. ჩვენ როგორ პოზიციონირდით წლევანდელ ფესტივალზე, ეს მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს და ვინ წარგვადგინა ამ შემთხვევაში? ჩვენ წარგვადგინა დადუნა ღლონტმა, რომელიც არის ჩვენი ასოციაციის ასევე დამფუძნებელი და მას აქვს რესტორანი სკიო გუდაურში და ეს იყო მნიშვნელოვანი ზუსტად რომ მთის კულინარიას ეხება მისი რესტორანი, ასევე ირაკლი თოდაძე, რომელიც არის რედისტონის აღმასრულებელი შეფი,
გახლავთ და ის ყოველთვის ჩვენთან ერთად არის ხოლმე ესეთ ფესტივალებზე, იმიტომ რომ მან ტექნიკები ძალიან კარგად არანაკლებ ვიდრე ვთქვათ იქაურმა მიშლენის შეფებმა და ამიტომ ზუსტად იხმართ ხოლმე ასე ვთქვათ ირაკლის. წარდგენა დავიწყეთ პირველ დღეს იყო ვახშამი გაიმართა, სადაც ესწრებოდა ფერა ანდრია, რომელიც არის რევოლუციონერი შეფი და მამა ასე ვთქვათ ესპანური გასტრონომიის და ზოგადად ვინც ამ სფეროში არის იციან რომ ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა არის და გასტრონომიაში და მისი ყოფნა და საქართველოს გაცნობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საერთოდ საქართველოს შესახებ არ იცოდა მან. პრეზენტაცია დავიწყეთ რუქით, სადაც ვანახეთ, სად მდებარეობდით, ვინ ვიყავით, რა პროდუქტები გქონდა, ყველი ღვინო 8000 წლის ისტორიით, მოკლედ და ყველა აღნიშნავდა, რომ ჩვენი წარსდგენა იყო არა მარტო გასტრონომია, არამედ იყო ქვეყნის ჩვენება და მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. კერძს რაც შეეხება, ჩვენ მოვამზადეთ, შეფებმა მოამზადეს მთის კალმახი, ნიგვის ბაჟეთი და რადგან ყაზბეგში და თაში ბევრი არის ქაცვის ქაფი გაუკეთეთ და ეს ჟაბე და ეს მარილიანმა ძალიან კარგად გახსნა ეს გემოები და მოკლედ აღფრთოვანებას არ მალავდნენ. ჩვენ ვერაფრით ვერ გავაკვირვებთ მათ ტექნიკებით, იქით გვასწავლიან ამას და გემოები არის ჩვენი ნიშა, რითიც შეიძლება ისინი გავაკვირვოთ და აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ნორვეგია შეიძლება აღმოვაჩინოთ, საქართველოს სახითო. რა საინტერესოა, ესე იგი, ძირითადად გამოდის, რომ ეს რაღაცა ჩვენი მთის ჩვენთვის შესაძლოა რაღაცა ჩამალული საგანძურითაც მოიხიბლნენ, რომელსაც ასე ყურადღებას არ ვაქცევთ, ხო, დიდად, აი თუნდაც იგივე ქაცვი ახსენეთ, სხვადასხვა ისეთი მცენარეები, რომელიც ხელის გულზეა რეალურად, მაგრამ არც ისე გამოყენებადი ქართულ გასტრონომიაში, როგორც შეიძლება რომ პოზიციონირდეთ. აი ეს არის ზუსტად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მიკარგული პროდუქტი, აი ხშირად მიწევს ხოლმე ხო მიშლენები ჩამოყვავს და ისეთ რაღაცას მიყვეთავენ ხოლმე ხშირად ჩვენ რომ გონია რომ ვექონდა რა, რომ მარტო მთაშია და იქ მარტო ჩვენ გვაქვს და იქ ჩვეულებრივად ეს მიღებული არის და მიშლენის შეფები გამოიყენებენ და ისე მიხარია ხოლმე დაჟე ჭყიმა ხალი არსებობს ესეთი გურიაში, რომელიც ალბათ რა ვიცი, მარტო რამოდენიმე გურულმა თუ იცის, არათუ საქართველოს მოსახლეობამ და ეს რომ შემიკვეთეს შაშანი იყო ზუსტად, აი ძალიან გაოგნებული ვიყავი და მოკლედ არის ისეთი მიკარგული პროდუქტები და აი ეს ნიშური პროდუქტები არის მნიშვნელოვანი ზუსტად გასტრონომიის განვითარებისთვის, რომ ამითი უნდა პოზიციონირდეთ ზუსტად, იმიტომ რომ ტექნიკებით ახლა ჩვენ იქ თუ ვისწავლით მათგან თორემ ვერ გავაკვირვოთ აი ეს პროდუქტები და გემოვნური თვისებები, რაც საქართველოს აქვს, აი გემოვნებიანი ხალხი ვართ, ახლა სტატიაც დავწერე სხვათა შორის, რომ გემოს და ვნების ერთობლიობა არის სიტყვაში, ერთ სიტყვაში მოქცეული და ისეთ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გემოებს ჩვენ ქართველები, აი ამდენ მწვანილს გამოვიყენებთ, სუნელებს გამოვიყენებთ, ძამთრისთვის ახმობდნენ, წარმოიდგინეთ მწვანილს, დიასახლის, აი რომ შეხვალთ, შეხვიდოდით ვთქვათ ოდაში, ყველგან ეკიდა ეს გამხმარი მწვანილი, რომ მე ზამთარში ის გამოიყენებია და ესე ხელის მოსწრესვით მოაყრიდნენ ხოლმე, რომ გემო გაეძლიერებია და აი ეს უნდა გავიტანოთ ზუსტად პროდუქტი და გემოები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის მიღმა ქეთი რომ ჩვენ რაღაცა პრეზენტაციას ვახდენთ ჩვენი გასტრონომიული საგანძურის და ამას სოფლიო არა მარტო ევროპა არ იქნებოდა ხო ეხა ანდორა ევროპის ნაწილია თუმცა დარწმუნებული ვარ რომ იქ მხოლოდ ერთი კონტინენტიდან არ არის ხოლმე როგორც წესი თავყრილობა ხო 4-ვე კონტინენტიდან არის ინტერესი ამ ფესტივალის მიმართ და მათ შორის რამდენად არის ეს იმის შესაძლებლობაც რომ სამომავლო საპარტნიორო კავშირები თუნდაც ინვესტორების რაღაც კუთხით დაინტერესებული
დაინტერესება, თუნდაც შეფების, მსოფლიოში აღიარებული შეფების დაინტერესება საქართველოში აქ რაღაცა თუნდაც პროექტების, თუნდაც უბრალოდ აქაურობის უკეთ გაცნობის, აი ეს რაღაცა გახდეს გასაღები, ასე ვთქვათ, მათთვის აი საქართველოს უკეთ გაცნობის ჩვენი გასტრონომიის. რა თქმა უნდა, ზუსტად ეს იყო, ეს არის მიზანი ერთ-ერთი, რომ მოხდეს აი ეს გაცნობა და შეკავშირება არა მარტო საქართველოს ზუსტად იმიტომ ვაცნობთ ჩვენ, რომ მერე რაღაცა პარტნიორული ურთიერთობები მოხდეს, იგივე დაინტერესდნენ ქართული რესტორნებით, იქ ჩვენთან ერთად თქვათ შორის იყო მადრიდის ნუნუკა მადრიდი რომ არის რესტორანი, მიშლენის რესტორანი არის, მიშლენის გაიდში არის შესული უკვე მესამე წელია. ის რესტორანი ჩვენთან ერთად იყო და ძალიან კარგი პოზიციონირება მოახდინა საქართველოში, აი რესტორანმა, ხო, ბიზნესმა, რომ ბიზნესით გაიცნეს ზუსტად პირველად საქართველოს და შემდეგ ჩავერთეთ უკვე ჩვენ, ასე ვთქვათ, ასოციაციები და ადმინისტრაცია, როდესაც რესტორნით მოხდა ბიზნესი, ამიტომ მე ყოველთვის იმიტომ მიყვარს თქვენი არხი და გადაცემა, რომ ბიზნესის განვითარება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ბიზნესი ყოველთვის უფრო წინ არის, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა ვერავინ ვერასდროს ვერ გააკეთებს ისე, როგორც ბიზნესი, პოპულარიზაციასაც და ყველაფერს აბსოლუტურად. ხო, თუმცა როდესაც ეს ყველაფერი კორელაციაში ხდება, იქ ცხადია სულ სხვა ეფექტიანი შედეგი იდება ხოლმე, როგორც წესი. ეს ჩვენ სადაც ვიყავით, იყო რა თქმა უნდა სახელმწიფოს სტრუქტურები აფინანსებდა ამ ყველაფერს და თვითონ ანდორას ტურიზმი იყო ჩართული ყველაფერში, რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ ერთად არის იდეალური ვარიანტი. რა თქმა უნდა. ზოგადად ასე ვთქვათ, რა არის მნიშვნელოვანი? მათ შორის აი რა შეგვიძლია რომ ვისწავლოთ საერთაშორისო ბაზრებისგან, თუნდაც ამ ტიპის ფესტივალების ჭრილში და არა მხოლოდ, რომ ჩვენც რაღაცა ისევე ავითვისოთ ეს ჩვენი კულინარიული სიმდიდრე, როგორც სხვები ხედავენ, სხვები უცხო ბაზრებზე გატანით, სხვები აფასებენ ამას და არა რატო ადგილობრივ ბაზარზეც ასეთივე, ასე ვთქვათ, სიმაღლეზე ავიდეს ეს ყველაფერი, რა უნდა გაკეთდეს კეთი ამისთვის, არა მხოლოდ გასტრონომიული ტურიზმის ჭრილში, ზოგადად სოფლის ტურიზმი, გამომდინარე იქიდან რომ ორივე მიმართულებას ფარავ, აი ამიტომ გეკითხები, აი ერთიანობა რა სურათს ქმნის ამ ყველაფრის, აი როგორ უნდა განავა ვითაროთ. რა არის პრობლემა ეს ასე ვთქვათ, რომ გასტრონომიის და სოფლის ტურიზმი ფაქტობრივად აი რაც წლები გავიდა უფრო აღმოჩნდა, რომ რაღაც შეკავშირებული არის ერთმანეთთან, იმიტომ რომ სოფლებმა შეინარჩუნეს აი ეს ავთენტურობა ძალიან კარგად და აი ზუსტად ის სოფელში რომ იხვალ და ის სუფრას რომ გაგიშლის, ეს უკვე შემოდის აი ეს გასტრონომია ზუსტად კარგად. აი ეს უბრალოება, ეს სტუმართმოყვარეობა, რაც ჩვენში არის, აი ამის გატანა, აი მათ აი რა შევამჩნიე, ხო, რომ აი უბრალოებას ეძებენ რა, აი შეიძლება ჩვენ რო ვერ წარმოგვიდგენი, აი თუნდაც ის რო ქაცვის, რომელიც აი ყაზბეგში უხვად გვაქვს და უბრალოდ მოდის და ესე ხალხი აგროვებს, ეს ხარ არის რაღაც ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობის პროდუქტი არ არის, ხო? ტყეში მოიპოვება. აი ამითი როგორ შეგვიძლია, რომ ჩვენ გავხადოთ ის საინტერესო. ზუსტად აი ამ უბრალოებას ისეთ ყურადღებას აქცევენ ტყეში ერთ-ერთი შეფი იყო ჩამოსული, რომელიც იქვე ანდორის ტყეში დაიარა და დათვა სოკოები შეაგროვა, წარმოიდგინეთ და აი ამითი წარსდგა და ჩვენთან სოკო, ბოსტნე ეს სცენარეები არის უხვად ტყის სცენარეები და აი ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ესეთ ნიშურ პროდუქტებს მივაქციოთ ყურადღება, რაც უფრო უცხოარი, ვიდრე ახლა რაც ყველაფერი არის ბაზარზე და ვერაფრით მაგით ვერ გავაკვირვებთ. აი ამას უნდა მიექცეს ყურადღება და აი ეს შევამჩნიე და მიხარია, რომ ჩემ აზრზე არიან, ასე ვთქვათ. და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მათ შორის, აი როგორ ხედავ, თუნდაც ბიზნესის როლი ახსენე და მათ შორის კერძო სექტორს, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფოზე, რომელიც ხო თავის მხრივ აუცილებელია, რომ დგამდეს მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების ჭრილში და მარკეტინგულ ნაწილში ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობაც, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ერთიანი მუშაობით თუ ცალ-ცალკე ინდივიდუალურად ვის რა პასუხისმგებლობა აქვს იმაში, რომ ასე ვთქვათ, ეკონომიკური სარგებელი მივიღოთ აი ამ მატერიალური სიმდიდრიდან, რაც შეიძლება მეტი და ეს იქცეს არა უბრალოდ რაღაცა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად, რაღაცა საიმიჯოდ და სტუმარ მასპინძლობის რაღაც გენეტიკურ კოდად, არამედ ეკონომიკაში, რიცხვებში ითარგმნოს ეს ყველაფერი.
სახელმწიფომ რა თქმა უნდა პირველ რიგში აი რასაც მე ვიძახი ახლა ეს ნიშური პროდუქტებზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ რამოდენიმეჯერ გქონდა ჩვენ ამასთან დაკავშირებით ადრე ახლა აღარ გაგვიახლებია რომ აი დღგ-ის ფაქტორი მაგალითად როდესაც რესტორნები უნდათ რომ გამოიყენონ იგივე სოფლის პროდუქტი ჩვენთან დღგ მაგ შემთხვევაში იბეგრები და ის პროდუქტი როდესაც არ იბეგრება ანუ ვერ ვახდენთ ამის ჩათვლას და ძალიან გვიძვირდება აი ამ ეს ხელშეწყობა თუ იქნება და ასევე ის რომ თქვათ ვინც ქართულ კულინარიას ან ადგილობრივ პროდუქტებს გამოიყენებს იმ ადამიანებს თუ ეკნებათ ხელშეწყობა უფრო მეტად რა თქმა უნდა განვითარდებოდა ეს სფერო იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გვიწევს რომ ისე თქვათ დიდმა ჰიპერმარკეტებში შევიძინოთ პროდუქტი იძულებულები ვართ და ის გავყიდოთ ხო ეს არ ანვითარებს სოფლის მეურნეობას ისეთ დონეზე, როგორც თქვათ, შეღავათები და ხელშეწყობა განავითარებდა და ბევრი ქვეყნის მაგალითი არსებობს ამისა. თუნდაც აი მაგალითად მე ხშირად მიწევს მოგეხსენებათ უცხოეთში ეს კონტაქტები და ბევრმა ქვეყანამ მაგალითად გააკეთა ის, რომ ადგილობრივ პროდუქტებზე შეღავათები დააწეს. ეს ჩვენთანაც არის რაღაცეებზე, ყველზე, როგორც ვიცი, მაგრამ ის შეიძლება მოხსნილი აქვს თქვათ ყველს, ხო? მაგრამ მე რო რესტორანი ვარ, რომელიც ვყიდი ამას, მე უფრო მიძვირდება, იმიტომ რომ მე არ ვარ მოხსნილი, ამიტომ არ მაქვს მოხსნილი დღგ-ის ფაქტორი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ რაღაცა ეს ამბავი მოგვარდეს ჩვენთვის. იმიტომ რომ აი თუნდაც ახლა ანდორა რო ვახსენე, იქ გადასახადები ზუსტად ამითი განვითარდა, რომ გადასახადები აქვს დაბალი და თავისუფალი ეკონომიკური ზონა არის და აი ამის ამან ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია. აი კვიპროსის მაგალითად მოვიტან კიდევ იქ რესტორანი გავხსენით შაშან და ვინც მაგალითად კვიპროსულ რესტორანს ხსნის, ან ქალაქის ცენტრში ისტორიულ უბანში ვინც გააკეთებს რესტორანს, მას სახელმწიფო 50% ფინანსებს. აი ასეთი ხელშეწყობებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენს რეალობაზე მორგებული. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, კეთი, როგორც ყოველთვის საინტერესო ანალიზისთვის, აქცენტებისთვის და იმ ამბებისთვის, რომელიც აგერ ანდორადან ჩამოგვიტანეთ ხელცხელი აი ამ დღეების მომხდარი თავგადასავლები, რაც ჩვენ თავსაც დაატრიალდა და ძალიან კარგია ასეთი შესაძლებლობები ცხადია საქართველოსთვის. მადლობა. ძალიან აქტუალურები ვართ და გინდოდა რომ თქვენთვის გადმომეცა ეს ამბები და არაჩვეულებრივადაც გაგვიზიარეთ და ველოდებით კიდევ ძალიან ბევრ სიახლეს, რომელსაც საერთაშორისო ბაზრებიდან აუცილებლად წამოიღებ დარწმუნებული ვარ ამაში პრინციპში ის აჯენდა რომელიც გაქვს გაწერილი ამის თქმის შესაძლებლობას ნამდვილად გვაძლევს. მადლობა კეთი კვიჭიძე, გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, კიდევ ერთი წარმატებული სანაყინე ბრენდზე უნდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც ბაზარზე თავისი გამორჩეული ნიშით გემოებით უკვე მყარად პოზიციონირებს, ასე ამბობენ მისი დამფუძნებლები და გვარწმუნებენ. ამიტომ ვნახოთ და მოვუსმინოთ მათ Cow Culture-ის ისტორია უნდა მოგიყვეთ. ახლა ასეთი იყო ქალების ნარატივი ლიკა მეკუთმიშვილთან ერთად, მე უკვე ხვალამდე გემშვიდობებით დროებით. ქართული გასტრონომია ნაყინში ის წინადადება ჩემი აზრით ყველაზე კარგად გამოხატავს Cow Culture-ის იდეას და გეტყვით რატო. ვანილი, კარამელი, შოკოლადი არ გვიყვარს ნაყინში, თუმცა ალბათ იშვიათად გვინახავს ნაყინში ნიორი, პიტნა, ყველი, აჯიკა მათ შორის. მოკლედ, სწორედ ქართული კულტურის და ნაყინის ინტეგრირება და გაერთიანება დაისახა მიზნად Cow Culture-მა და როგორც ჩანს იდეამ გაამართლა, იმიტომ რომ ამ ობიექტს დღის განმავლობაში ძალიან ბევრი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობს, მათ შორის შინაურ ცხოველებთან ერთადაც. ჩვენ შესავალში ვთქვით, რომ Cow Culture არის იდეაში ქართული გასტრონომიის მოქცევა ნაყინში, თავმოყრა ნაყინში.
რეალიზაცია. ხო, მოყვეთ, საიდან გაჩნდა ამის იდეა და ზოგადად როდის დაიწყო Cown Culture-მა ოპერირება? Cown Culture როგორც ბრენდი არსებობს უკვე 8 წელია და მე მგონი ძალიან ესე ამაყად უნდა ვთქვა, რომ ესეთი ხელნაკეთი ნაყინის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვარ საქართველოში. ფაქტობრივად ჩვენამდე კატეგორიის ნაყინი საქართველოში არ არსებობდა. ძალიან გვიხარია, რომ Cown Culture-მა შექმნა ნაყინის კულტურის აღიარება საქართველოში. ჩვენამდეც იყო ცხადია სხვადასხვა ნაყინები, მაგრამ ეს არის უფრო მაღალი კატეგორიის ნაყინი, ეს არის პირველ რიგში ხელნაკეთი. ჩვენი წარმოების მაქსიმალური მოცულობა არის 10 კილო, ამიტომ მაგაზე მეც ფიზიკურად ვერ ვაკეთებ და შესაბამისად ეს არის სრულად ესეთი ხელნაკეთი პროცესი, რომელსაც მივყვებით თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება ნედლეულს, ნუ როგორც ვახსენე, უკვე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ადგილობრივი პროდუქტით ვიმუშაოთ პირველ რიგში. ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმერებთან. ლავანდას ყიდულობთ ფერმერებისგან, შავ ჩაის ყიდულობთ გურიიდან და ძალიან გვიყვარს ესეთი პარტნიორობა, როდესაც ხდება ადგილობრივი საწარმოს ხელშეწყობა ისე ადგილობრივად წარმოებული პროდუქციით. გვაქვს ტარხუნიანი ნაყინი, გარგარი და ტარხუნა. ვიყენებთ ქართულ რეჰანს ნაყინის წარმოებაში, მარწყვთან ერთად, ატამთან ერთად. ვიყენებთ აჯიკას, რომელიც მე მგონი მაგითი გავხდით ერთ-ერთი ჩვენ ისეთი მეინსტრიმი გახდა და ძალიან ცნობილი გავხდით ამ ნაყინის საშუალებით. ახალ წელს ზამთარში გვაქვს გოზინაყის ნაყინი და ჩვენი ტურისტი რომ მოდი და გვეკითხება რომ რა არის გოზინაყი, გამოდის რომ ყვებით ისტორიას რაღაცა კუთხით ვაცნობთ ქართულ კულტურას, რომ ეს არის ჩვენი ტრადიცია, ეს არის ჩვენთვის ახალი წელი, ეს არის ის, რასაც ჩვენი ბებოები ყოველთვის აკეთებენ ახალ წელს და ამ კუთხითაც ხდება ჩვენი ქართული კულტურის შესწავლა. ბევრ რესტორანთან და სასტუმროსთან თანამშრომლობთ. ბევრი ყიდულობს ჩვენს არსებულ გემოებს, თუმცა გვყავს პარტნიორები, რომლებიც მოდიან ჩვენთან და თავიანთ იდეებს გვიზიარებენ, როგორ კერძების გაკეთებას ფიქრობენ თავიანთ ხვების ობიექტებში და გთხოვენ, რომ ამ კერძებს მოვარგოთ ნაყინის გემოები. ასე შეიქმნა მაგალითად აფხულის ცივი წვნიანებით ინსპირირებული ორი ექსპერიმენტალური გემო, ეს არის გასპაჩოს ინსპირაცია, ტომატის და აჯიკის ნაყინი. და ჭარხლის ცივი წვნიანის ინსპირაცია, ჭარხლის და ტყემლის ნაყინი, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა. კეთი, ამ წარწერას აქვს ერთი ძალიან საინტერესო ისტორია. ძალიან საინტერესო ისტორია გადაგვდა თავს შარშან, როდესაც დაგვირეკეს Netflix-იდან და გვითხრეს, რომ ისწრებთ თქვენი სანაყინეს გადაღება გვინდა სიუჟეტში. ну დავიწყეთ მოკითხვა, რა სიუჟეტია, რა შოუ არის და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ეს შოუ Somebody Feed Phil, რომელიც არის ამერიკულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასტროტურისტული შოუ, უკვე მერვე სეზონი არის გამოსული. ჩამოდის საქართველოში და იღებს სხვადასხვა საინტერესო ლოკაციებს და მათ შორის შეგვარჩიეს ჩვენს. და მოვხდით ასე Netflix-ის ეპიზოდში. ხო. დაგვიგემოვნეს, მე მგონი ყველა გემო რაც კი გქონდა, ჩვენთან როდესაც მოვიდნენ სიუჟეტში ესე ჩანს. ეს ფილი, რომელიც არის წამყვანი შოუსი, ეპატიჟება თავის სტუმრებს ჩვენთან და ეუბნება, რომ let's go to the Cown Culture is the best ice cream in Georgia. Hi, welcome. Hi. This is Cown Culture, the best ice cream in Georgia. გადავწყვეტეთ, რომ ეს რაღაც ესეთ სლოგანად გამოვიყენოთ ჩვენს და გამოვიტანოთ ჩვენს სტუმრებთან გასაზიარებლად ამ ამბის. გეგმები არის გაფართოება, ცხადია, ვუყურებთ შესაძლებლობებს, როგორ შეიძლება რომ გავიზარდოთ სხვადასხვა მიმართულებები და გავიდეთ თბილისის გარეთ. ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი პირველი ამოცანა, თუმცა ამასთან ერთად პარალელურად ძალიან აქტიურად ვითარდებით B2B სეგმენტზე და თანამშრომლობთ ბევრ
სასტუმროსთან, რესტორანთან და დიდი სიამოვნებით ახალ პარტნიორებთან ვიწყებთ თანამშრომლობას ასევე.